ტექნოლოგიების საუკუნე. ახლა ვინმე ხომ უნდა დაფიქრდეს, ახლა ჩინეთი ძლიერი ქვეყანაა, მაგრამ უმაღლესი დონის ტექნოლოგიებში მაინც ამერიკა წინ არის და საფრანგეთის სხვათა შორის. რატომ? ჩინეთი ბევრ საკითხში, საინჟინრო საკითხებში პირველია. მაგრამ აი ზუსტი ტექნოლოგიის საკითხებში, რატომ? იმიტომ რომ შექმნა გენიალური რაღაცეები, ჭირდება მეცნიერ სრული თავისუფლება. არ შეიძლება რომ ხელისუფალმა დაუშვა ჩინეთის თქვა, აი თქვენ ბატონო უხანის უნივერსიტეტში ან სხვა უნივერსიტეტში მოიგონეთ ისეთი რაღაცა რომ გაუსწროთ ამერიკას. მაგრამ სიტყვა რა მოიღოთ არაფერს სხვაზე. არა. მე ახლა ყველას პატივცემ და ჩვენ საბედნიეროდ ამ კონგრესში არის ბევრი ნაღდი ესე იგი მოქმედი მეცნიერი, თუ თავისუფლება მეცნიერს არ აქვს, ვერ მიიღებს კარდინალურ შედეგებს. რაღაცა პატარა შედეგებს, რომელიც ჩვენ უწოდებთ მეშახტეობა, კარგაგები საუბრობ მეცნიერებაში. აი გენიალური საკითხები მოდის სრულ თავისუფლებაში. ამიტომ ქართველებს გვიყვარს თავისუფლება და ნიჭის გვაქვს. ამიტომ შექმნათ უნდა ისეთი ქვეყანა, სადაც მიეცემა გზა ნიჭსა და თაყვანისება ღირსებას, როგორც თქვა დიდმა